الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم يا أيها النبي إنا أرسلناك شاهدا ومبشرا ونذيرا ومبشرا ونذيرا وداعيا إلى الله بإذنه وسراجا منيرا صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم أكمل المؤمنين إيمانا أحسنهم خلقا صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ იმ ძვირფასი შუამავლის მუჰამმადის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის უმმეთი რომელმაც უმეცრების ეპოქაში როდესაც წარმართობა იყო გამეფებული თევჰიდის წმენით ნათელი მოჰფინა სრულიად კაცობრიობას იმ დროს როდესაც ძალმომრეობა და ბოროტება ადამიანებს ტყვეობაში ამყოფებდა იგი ჩაგრულთა და გასაჭირში მყოფდა უზრურთა და სუსტთა იმედად იქცა მართმორწმუნეთა დედამ ხატიჯამ რადიალლაჰუ ანჰამ ძვირფასი შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ეს თვისება შემდეგი სიტყვებით გადმოსცა ქვიცავ გამჩენს რომ ის არასდროს შეგარცხვენ შენ რადგან შენ ხომ ინარჩუნებ ნათესაურ კავშირებს ეხმარები გაჭირვებულებს ზრუნავ ღარიბებსა და უსახკაროებზე პატივსცემ სტუმრებს და ეხმარები უბედურებითა და განსაცდელით დაზარალებულ ადამიანებს ძვირფასო მუსლიმებო კაცობრიობისთვის საჭირო კეთილი ზნეობის ყველა ძირითადი საფუძველი მოცემულია გამჩენი ალლაჰის წიგნში ყურანში და ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სუნნეთში ამიტომ ვისაც საკუთარ ოჯახში სიმშვიდე და კეთილდღეობა სურს დაეხემძღვანელო შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი ხადისით თქვენ შორის საუკეთესო ის არის ვინც საკუთარ ოჯახთან მიმართებაში საუკეთესოა ხოლო ვისაც ჰალალი გზით მოპოვებული საარსებოს საშუალება სურს და ეცხოვრების პრინციპად დაიდგინოს შემდეგი შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სწავლება გამჩენს მოსწონს როდესაც ადამიანი თავის საქმეს კეთილსინდისიერად და სრულყოფილად ასრულებს ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები კეთილმეზობლური ურთიერთობა და საზოგადოებაში ძმობა დაამკვიდროს და ყურად იყოს ალლაჰის შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი დარიგება მუსლიმი ის არის რომლის ენისა და ხელისგან ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ხოლო ვისაც სურს იგრძნოს წმენის სიტკბო და სრულყოფილებას მიაღწიოს წმენაში და ეცხოვრების გზამკვლევად დაიდგინოს შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი სიტყვები მორწმუნეთა შორის წმენის ყველაზე სრულფასოვანი ისინი არიან ვინც ზნეობით ყველაზე კარგები არიან ძვირფასო მუსლიმებო დღეს კომუნიკაციის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება შესაბამისად ინფორმაციამ რამდენიმე წამში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხემდე მიაღწიოს თუმცა ყოველივე ამ ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად კაცობრიობას სიმშვიდე სულიერი სიმყუდროვე და ურთიერთსიყვარული დღეს უფრო ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია მიუწვდეთ თუმცა საკუთარ სახლში მცხოვრები მეუღლის, შვილების, დედმამისთვის ხშირად უცხონი ვხდებით. არიან ისეთებიც, რომლებიც
ვირტუალურ სამყაროში იკარგებიან და ვეღარ ამჩნევენ საკუთარი მეზობლის გასაჭირს, ნათესავის მდგომარეობას, ან მათ გვერდით მცხოვრები გაჭირვებული ადამიანის საჭიროებას. არ დაგვავიწყდეს ჩვენს ეპოქაში არსებული მრავალი პრობლემის გადაწყვეტილების, ანუ გადაწყვეტის ერთ-ერთი და ერთადერთი უმნიშვნელოვანესი გზა არსებობს, რომელიც არის შუამავლური ზნეობა, რომლის ზოგიერთი საფუძველიც დღეს ჩვენ შევეცადეთ ამ ხუთბეში გამოგვეხატა. ძვირფასო მორწმუნეებო, ეს თვე სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავლის მუჰამმად სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის დედამიწაზე მოვლენების თვეა. ვეცადოთ, გავიხსენოთ და უკეთ გავიაზროთ ჩვენი საყვარელი შუამავლის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის ცხოვრება და მისი სამაგალითოობა. ასევე კაცობრიობას გავაცნოთ ის კეთილშობილური გზავნილები, რომლებიც მან ჩვენამდე მოიტანა. ქებადიდება უზენაეს გამჩენს, რომელმაც ღირს ყოფილიყოთ შუამავალ მუჰამმადი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის უმმეთის წევრები. შვიდობა, სალამი და წყალობა ჩვენ შუამავალს, ჩვენს გზამკვლევს და საუკეთესო მაგალითს, მუჰამმად მუსტაფა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამს, მის სახლეულს და მის მიმყოლებს ქვეყნიერების ჟამის დადგომამდე. ძვირფასო მუსლიმებო, ხუთბას კი დავასრულებ ხუთბის დასაწყისში წაკითხული აიათი კერიმეს თანახმად. ო საყვარელო შუამავალო, უეჭველად ჩვენ შენ წარგზავნეთ მოწმეთ, მახარებლად და შემგონებლად და მომწოდებლად გამჩენისკენ თავისი ნებით და მანათობელ ლამპარად. ألا إن أحسن الكلام وأبلع النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام